ჩვენი სტუმრები არიან არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა ჯერჯერობით, მერაბ მეტრეველი, სახელმწიფო ხალხისთვის და დავით არხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი. მე თანმიმდევრულად შევეკითხებით ჩვენს სტუმრებს, ჩვენი თემა არის სოციოლოგიური კვლევები, NDI-ის კვლევები, კერძოდ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა არჩევნებამდე გამოაქვეყნა ბოლო კვლევა, საველე სამუშაო 8 ივნისიდან 6 ივლისამდე ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 4113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი არის პლუს-მინუს 2,1%. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას ამ შეკითხვის პასუხად 57% გადაუწყვეტელია, რაც შეეხება ფავორიტებს. სია არის ასეთი თანმიმდევრობით, ასე ვთქვათ, ქართული ოცნება, შემდეგ ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი და პაატა ბურჯულაძის პარტია. ბატონო ჩიკო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. როდის ტოვებთ თანამდებობას? დაახლოებით. თანამდებობას ტოვებთ მაშინ, აღმასრულებელ ხელისუფლებას. როგორც კი კანონმდებლობა დამავალდებულებს, თქვენ იცით, რომ ეს არის დარეგულებული საარჩევნო კოდექსით, ასე რომ ერთი დღით მეცას არ ვაპირებთ ვიმუშაო ამ პოზიციაზე. კარგით. როგორც წესი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაღალი პროცენტი ხელისუფლების სასარგებლოდ, ასე ვთქვათ, მმართველი ძალის სასარგებლოდ არ მეტყველებს, რომ ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტელია, დიდი ნაწილი. არსებობს თუ არა ქართულ ოცნებაში მათი მომხრობის რესურსი, თქვენი აზრით? დიდი ხანია, აი ეს დიდი პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას ან პასუხს არ უწევს. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება NDI-ის კვლევებს, მე გეტყვით, რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კვლევა საზოგადოებრივი აზრის არის ძალიან საინტერესო, ამ კვლევასაც გავეცანით ყურადღებით და გეტყვით, რომ თავარი არის ის, რომ ამ კვლევაში ჩანს, რომ დღეს მეტი მოქალაქე თulis რომ ვითარება გაუმჯობეს და მთელი რიგი მიმართულებებით ეს პირდაპირ ჩანს ამ კვლევის შედეგებში და ეს ხდება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ქართულ ოცნებას არ ყავს წარდგენილი თავისი განახლებული გუნდი და არ აქვს წარდგენილი თავისი პროგრამა. ანუ ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ჩვენი პროგრამის პრეზენტაცია, ჯერ კიდევ წინ გვაქვს ასეულობით შეხვედრა მოქალაქეებთან, სოფლებსა და ქალაქებში და ჯერ კიდევ წინ გვაქვს იმ ადამიანების წარდგენა თავის კუთხეებში, თავის ქალაქებში, რომლებიც დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევენ თავს ამ გადაუწყვეტელებში თქვენი ამბავი არის. რაც შეეხება გადაუწყვეტელებს, მე გეტყვით, რომ გარკვეულ ნაწილში ეს კვლევები ემთხვევა კიდეც იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ჩვენი შიდა კვლევებითაც ჩანს, მაგალითად ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას 14%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს დღესდღეობით, ეს ჩვენი კვლევებითაც ესეა და მაგალითად ის, რომ პოზიტიური ტენდენციები ჩანს ამ კვლევაშიც, მაგალითად გეტყვით, როდესაც მოსახლეობას ეკითხებოდნენ თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, იქ ჩანს, რომ გამოკითხულთა 1/13-ზე მეტი, მოსახლეობის 1/13-ზე მეტი თulis რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება და ეს მონაცემი, რო შეადაროთ 2015 წლის აგვისტოს მონაცემებს, 20%-იანი მატება გვაქვს ზუსტად ამ პარამეტრით. რაც ნიშნავს, რომ 20%-ით მეტი ადამიანი ჩვენს მოსახლეობაში თulis რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობის ალტერნატივა, ეს არის ქართული ოცნება ამ შემთხვევაში და ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის შეძლებს საქმის გაკეთებას. ეს რას ნიშნავს? მოსახლეობის 1/13 დღეს უკვე, როდესაც ჩვენ არ დაგვიწყია პროგრამის წარდგენა, როდესაც ჩვენ არ გვყავდა წარდგენილი განახლებული გუნდი, თვლიდა რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება. ეს არის სერიოზული შედეგი და სერიოზული მოტივატორი. ეს არის ერთ-ერთი მონაცემი, იქ არის სხვადასხვა ტიპის პასუხებიც. დიახ, არის მეორე პასუხებიც, არის პირდაპირ ეკითხებიან მოსახლეობას, რომ აი თქვენ ვის მისცემდით ხმასო და იქ უკვე 19% პირდაპირ ამბობს, რომ მივცემ ქართულ ოცნებას ხმას, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ ფსიქოლოგიური კვლევები ცნობილია ზოგადად, რომ ადამიანები გაცილებით გულწრფელად პასუხობენ ირიბ შეკითხვებს, ვიდრე პირდაპირ შეკითხვებს და რომ დაფიქრეთ, მართლაც ესეა,
10 გამოკითხული მოქალაქიდან დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უპასუხებს პირდაპირ ღიად უცხო ადამიანს ინტერვიუს, რომელიც მოვიდა მოაკითხა სახლში, თუ ვის აძლევს ხმას, მაგრამ ისინი უპასუხებენ უფრო თამამად და ღიად თუ რას ფიქრობენ, რომელი იქნება გამარჯვებული პარტია და გეუბნებით, რომ 1/3-ზე მეტი მოსახლეობის თუ ამ კვლევას დაუჯერებთ, ამბობს, რომ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, ჩვენი გუნდი. კარგით, მე დაგიბრუნდები, თაჩიკო, ბერა მეტრეველი ყავს ხაზზე. მერა. საღამომშვიდობისა, მადლობას გიხდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი ინფორმაციით, ჩემი ინფორმაციით მაგალითად, ხომ, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლა განაპირობა ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიზეზი იყო ის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი. კვლევების შედარებისას, ანუ წინა კვლევებთან შედარებით, ამ შედარებისას ჩანს, რომ თქვენ დაიკავეთ სხვა პარტიის ადგილი და სინამდვილეში ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დარჩა ლამის იმდენივე, რამდენიც იყო. რით ახსნით ამას? ხო, პაატა ბურჭულაძემ თავის პოლიტიკაში შემოსვლის მიზეზებზე ბევრი ისაუბრა, მე აქ აღარ შევჩერდები. ერთ-ერთი მიზეზი ეს. ეს ხო ვერსია შეიძლება ყველას თავისი ჰქონდეს ამ შემთხვევაში, ამაზე აღარ შევჩერდები. უბრალოდ მე არ ვიცი ვის გულისხმობ, რომელი პარტიის ადგილი დავიკავეთ, რომელი. ვიდრე თქვენ შემოხვიდოდით პოლიტიკაში, იგივე NDI-ის კვლევებში მესამე ადგილს იკავებდა ხოლმე მაგალითად თავისუფალი დემოკრატები. თქვენ გულისხმობთ, რომ ადგილი ჩავანაცვლოთ, თორე თავისუფალი დემოკრატებს თავისუფალ დემოკრატების საკუთარი ამომრჩეველი ყავს საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს მათაც და შესაბამისად ახლა იმის თქმა რომ თავისუფალ დემოკრატებს ავართვით არა მე ამას არ ვამბობ უბრალოდ თანმიმდევრობაში ასე თქვენ აიწიეთ ზემოთ და ისინი საკმაოდ ქვემოთ აღმოჩნდნენ და დღეს არც გააკეთეს ამაზე კომენტარი ამას გეკითხებით ანუ რით ახსნით თქო იმას რომ მაინც დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი ბატონო, ამას ეს აიხსნება იმით, რომ ჯერ შეიძლება ითქვას საარჩევნო კამპანია არ გახურებულა, ანუ რა ფაზაში, ცხელ ფაზაში არ შესულა. ხო, მაინც ახალი დაწყებულია საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კამპანია მაინც ბოლო თვე-ნახევარში მხურდება ძირითადად, როცა დაიწყება იგივე კლიპების ტრიალი, უფრო მეტ აქტიურად იქნება ყველაფერი. ესმის, მაგრამ საარჩევნო კამპანია დღეს რა დონეზეა? ყველა პარტია დადის რეგიონებში და ხდება წარდგენა ამომრჩევლების და ასე უფრო უკაცრავად მაჟორიტარების და ასე შემდეგ. ნუ ეს არის კი ჩვენი აქტიურობა რეგიონებში სიარული, მაგრამ საარჩევნო კამპანია მაინც ცოტა სხვანაირად ხურდება. მაგალითად ჩვენ პარტიას ჯერ ნომერიც კი არ აქვს, CSGO-ში რეგისტრაცია აქვს გასავლელი. ანუ ჩვენ ახალი პარტია ვართ, ერთი თვის წინ დავრეგისტრირდით. ჯერ CSGO-ში უნდა რეგისტრაცია უნდა გავიაროთ, მერე ნომერი მოგცენ. ამ ნომრის მიხედვით მერე დაიწყება თქვა კლიპები და ასე შემდეგ. ანუ საარჩევნო კამპანია ფორმალური რაღაცეები გავლენას ახდენს. ფორმალური არ არის მარტო, უბრალოდ მერე უფრო ინტენსიური ხდება საარჩევნო კამპანია და ბუნებრივია საარჩევნო კამპანია თავის ზედა ფაზაში შევა უფრო სექტემბრისკენ. აგვისტო მოგეხსენებათ, კი არის არჩევნების ერთ-ერთი წინათვე, მაგრამ მაინც ხალხი ისვენებს და ისეთი აქტიური არ არის, თუმცა ჩვენ პარტიები ვიქნებით აქტიური. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი სექტემბერში გადაწყდება ბევრი რამე, ის რომ ახლა ეს ასეთი მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა, მე ვფიქრობ, ყველა პარტიას აძლევს შანსს, უფრო მეტად მე ვფიქრობ აძლევს შანსს ახალ პარტიებს, რომ წაიწიონ წინ და სწორედ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თავისკენ წამოიყვანონ. დღეს მაგალითად ქალბატონმა ლორა თორტონმა, NDI-ის დირექტორმა პირდაპირ თქვა, რომ ჩემი კვლევა არ გამოდგება არჩევნების პროგნოზისთვის. ანუ თვითონ თქვა, რომ ამ კვლევის მიხედვით ვერავინ ვერ იტყვის რა მოხდება არჩევნებზე. შესაბამისად, ანუ არჩევნებზე საერთოდ სხვა შედეგი იქნება, იმიტომ რომ როცა ასეთი დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩეველთა რაოდენობა, ბუნებრივია სხვა შედეგი იქნება. ზუსტად იგივე არგუმენტის მოტანა შეუძლია მერაბ ნებისმიერ პარტიას და თავის სასარგებლოდ. ხო, რა თქმა უნდა, უბრალოდ აი აქ არის ერთი მომენტი, ხა ამაზე თქმას ვაპირებდი. ამ დროს, როცა ასეთი მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, უფრო მეტად საინტერესო ის კითხვა კი არ რჩება, ვის მიცემდი ხმას. იმიტომ 57%-მა არ იცის ვის მიცემს ხმას. არამედ საინტერესოა მეორე კითხვა, რომელ პარტიას არასდროს არ მიცემდი ხმას. ანუ რომელი ასეთი პარტია, რომელსაც აქვს ლიდერობს ნაციონალური აქ ნაციონალურ მოძრაობას აქვს 21% ქართულ ოცნებას, 19% საკმაოდ მაღალი აქვს ორივე პარტიას. სხვა პარტიებსაც აქვს ასეთი მაგალითად პატრიოტებსაც, ბურჯანაძე დემოკრატებსაც, ჩვენს პარტიას ფაქტობრივად ამ რეიტინგში არ არის. ანუ არ ჩანს არსად. ანუ ისეთი არავის ფაქტობრივად არ უთქვამს, რომ პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ჩვენ ხმას არ მივცემთ. აი ეს მონაცემი სწორედ გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს ვიფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე მეტად გვაქვს შანსი სწორედ ჩვენ და სხვა პარტიებს, რომლის მიმართ ასეთი გაღიზიანება არ არის,
წამოვიყვანოთ ჩვენსკენ ეს ამორჩეველი. კარგი, მე რა დიდხანს რომ არ galodino ასე ვთქვათ, მოდი შენ დაგისვამ ახლა მე შეკითხვას და მე დაგემშვიდობები, მე სხვა სტუმრებზე გადავალ. შენთვის რამდენად ლოგიკურია ის რომ და სხვაში ანუ სხვა პარტიებში აღმოჩნდნენ თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტები, ნინო ბურჯანაძის პარტია და ზოგადად შენი ნდობის შესახებ რა შეგიძლია მითხრა კვლევების მიმართ. მე უკვე გითხარი ამ კვლევებთან დაკავშირებით თვითონ დირექტორმა თქვა, ახლა მას არ უთქვას რომ ჩემ კვლევებს არ ენდო, ბუნებრივია ამას ის არ იტყოდა, აქ საუბარია რომ ჩემი კვლევა არ გამოდგება იმისთვის რომ ვიმსჯელოთ არჩევნების შედეგი. ანუ ეს მაჩვენებლები შენთვის არაფრის ძველია. ეს მაჩვენებლებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კვლევის ერთადერთი ფასი არის იმაში, ერთადერთი რაც თქვა ამ კვლევამ არის ის რომ 57%-მა ჯერ კიდევ არის ის ვის მისცეს ხმა. სხვა დანარჩენი ყველა ციფრი არის აქ უკვე ფაქტობრივად აზრს კარგავს. აი ასეთი მაჩვენებლის პირობებში სხვა ყველა ციფრი აზრს კარგავს. იგივე თავისუფალი დემოკრატები არ მინდა სხვა პარტიებზე ვისაუბრო. ეს ციფრები უკვე აღარაფერს აღარ ნიშნავს. იმიტომ რომ 57% როცა ამბობს რომ ჯერ არ გადამიწყვეტია, დანარჩენს ახლა ნუ რაზე ვსაუბროთ? ახლა 57% როგორ გადანაწილდება, წინასწარ ამას ვერავინ ვერ იტყვის. მე ერთი რამის დამატება მინდა, რადგან ბოლოს შეკითხვა, ჩვენ პარტიაზე დიდი შანსია რეიტინგზე ასე ვთქვათ, ცუდი გავლენა მოახდინა იმან რომ ამ გამოკითხვაში ყოველ შემთხვევაში ჩამონათვალში რაც ჩვენ ნახეთ პარტიის დასახელებაში არ იყო ნახსენები პაატა ბურჟუაზია. ჩვენს პარტიას ასე ქვია პაატა ბურჟუაზია სახელმწიფო ხალხისთვის. აბა მესამე ადგილზე ვინ გავიდა? არა, ჩვენ გავედით, ჩვენი პარტია გავიდა სახელმწიფო ხალხისთვის. უბრალოდ პაატა ბურჟუაზიის სახელთან ასოცირდება ეს პარტია, ანუ სახელმწიფო ხალხისთვის ჯერ აღარ ახალი პარტია ვართ, ისე დამკვიდრებული არ არის. შესაბამისად ხალხი უფრო დაარეგისტრირეთ ბურჟუაზიის ჩვენ CSKO-ში ასე დავრეგისტრირდებით ზუსტად და ხალხით ასე გვიცნობს პაატა ბურჟუაზია სახელმწიფო ხალხისთვის. ხვდებით ალბათ რაზეა საუბარი. ასე რომ ყოფილიყო ამ კვლევაში შეიძლება უფრო დიდი შედეგიც ვქონოდა, შეიძლება ბევრს გაუჭირდა იდენტიფიცირება ამ პარტიის. მოკლედ, თუმცა ამას მიუხედავად ჩვენ საკმაოდ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ერთისთვის პარტიას ყველა კვლევაში თითქმის აქვს მესამე ადგილი. ეს არის სასტარტო პირობებისთვის ერთისთვის და გაქვთ დაბალი და არ გაქვთ ფაქტობრივად უარყოფითი, იმიტომ რომ არ ყოფილხართ ხელისუფლებაში, ორივე ის ზალა, რომელსაც უარყოფითი რეიტინგი აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის პლუსი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ეხლა მთავარია, რომ ჩვენ წინა საარჩევნოდ სწორად და კარგად ვიმუშაოთ და ეს ამორჩეველი დავარწმუნოთ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ალტერნატივა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის. კარგი, მერაბ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონი დავით არხანმოურავიც ყავს ხაზზე, არა, ჯერ არაო, მე ბატონ არჩილს დავუბრუნდები მაშინ. ბატონ არჩიკო, თქვენთვის ის მონაცემები, რაც დანარჩენებზეა, ასე ვთქვათ, და ის ცვლილებები, რომელსაც ეს კვლევები აჩვენებს. თქვენთვის, აი, ოცნებისთვის რა სიმპტომია ეს და რამე, ასე ვთქვათ, არის თუ არა სასარგებლო ინფორმაცია თქვენთვის? ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კვლევა არის საინტერესო, რადგან ის აჩვენებს ტენდენციებს, ხოლო ტენდენციები, რაც ამ კვლევაში ჩანს, აშკარად არის ის, რომ მოსახლეობა თვლის, რომ მთელი რიგი მიმართულებებით ვითარება ქვეყანაში არის გაუმჯობესებული. ასევე აქ ჩანს თუ რა უნდა იყოს, თქვათ ის პროგრამული პრიორიტეტები და მიმართულებები ქართული ოცნებისთვის ამ არჩევნებზე თუ რა არის საზოგადოებრივი დაკვეთა, გარკვეულწილად ეს ტენდენციების ჩანს აქ, რა თქმა უნდა ჩვენ ყურადღებით მოვეკიდებით და ვეკიდებით ამ შედეგებს. მე მინდა მცირეოდენი ექსკურსი გავაკეთო, ასევე ბევრი საუბარი იყო თუ რამდენად სანდოა ეს შედეგები და ზოგადად ეს კვლევა. მე ამას დაკავშირებით გეტყვით, რომ თუ გავიხსენებთ 2012 წლის კვლევებს, რომელიც ამავე ორგანიზაციამ ჩაატარა, მაგალითად 2012 წლის ივნისში სწორედ NDI-ის კვლევის მიხედვით ქართულ ოცნებას ჰქონდა 18%-იანი რეიტინგი, 2012 წლის აგვისტოში კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი აჩვენა ამ კვლევამ. ეს იყო 12% და არჩევნებზე თქვენ გახსოვთ, რომ უკვე 54% და მეტი იყო. ქალბატონმა თორნტონმა თავად თქვა მართლაც, რაც მერაბმაც თქვა, რომ ამით ნუ იხელმძღვანელებთ პარტიები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი მართლაც გადაუწყვეტელი შეიძლება შედეგები იყოს. გადაუწყვეტელზე მე ვერ დავეთანხმები ამ შეფასებებს, ეს არის
ძალიან სამხრივი შეფასება. ანუ თქვენ კვლევის რაღაც ნაწილს არენდობთ. მე მგონი სანდოობაზე გითხარით რა შეხება გადაუწყვეტელ ამორჩეულს მე არ მჯერა პირადად როგორც ერთ არჩილ თალაკვაძეს რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეც წარმოდგენა არ აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს ან რომელ პოლიტიკური პარტიის საქმეს და პროგრამას გარკვეული პროცენტი ნამდვილად იქნება ესეთი მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბევრმა ადამიანმა უბრალოდ ჯერ არ უპასუხა ამ შეკითხვას ეს ბუნებრივია ხო ელემენტარულად დრო არის დარჩენილი პროგრამები მათ არ უნახავთ და ასევე მათ არ აქვთ დიდი ნდობა კვლევითი ორგანიზაციების მიმართ ასევე მუგაგვიკვირდება თუ ყველა მოქალაქემ არ უპასუხა თუ ვის აძლევს ხმას სწორედ ამით აიხსნება გარკვეულწილად მაღალი პროცენტი გადაუწყვეტელი ამორჩევლის და ასევე გეტყვით რომ ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია როდესაც რომელიმე ცალკე აღებული პარტია ამბობს რომ გადაუწყვეტელი ამორჩეველი მთლიანად მისია ესე ვერ იქნება ვერანაირად ფიზიკურად და მათემატიკურად ვერ იქნება ესე ასე რომ ჩვენს ვფიქრობთ რომ ამ სეგმენტთან ბევრს ვიმუშავებთ ძალიან მით უმეტეს ჩვენ ძალიან ძლიერი პროგრამა გვაქვს უკვე დამუშავებული დავიწყებთ ამ პროგრამის წარდგენას ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი და გვყავს ძალიან კარგი განახილებული გუნდი რომელიც მოახერხებს რომ ადამიანებთან მიიტანოს ის რის გადაწყვეტას ჩვენ ვიქნა კარგი ბატონო არჩილ დიდი მადლობა თქვენ მოგიწევთ ეთერებში ყოფნა ამ არჩევნების ამ კამპანიის პერიოდში მე დავემშვიდობები ბატონ არჩილს დავით არხან მოურავი პატრიოტთა ალიანსის ლიდერი არის ჩვენი სტუმარი საღამო მშვიდობისა ბატონო დავით გამარჯობათ თქვენი პარტია არ ენდობა NDI-ის კვლევებს თქვენი მონაცემებით მე გისმენდით დღეს თქვენ თქვით რომ თავად გაქვთ საკუთარი მონაცემები რომ ოცნებას აქვს 33% თქვენ 30 და 7% თუ არ ვწდები ნაციონალურ მოძრაობას ხო? 7.6 რატომ უნდა დაგიჯეროთ? შეგიძლიათ მაყურებელი დაარწმუნოთ იმაში რომ სწორედ თქვენი მონაცემებია სწორი და არა სხვა კვლევები. რადგან ყველა პარტია ამბობს რომ მისი შიდა კვლევებით ასე ვთქვათ თვითონ არის წინ. კითხვა გასაგებია. ჯერ მინდა გითხრათ რომ კვლევა ყოველთვის ტარდება რაღაცა მეთოდოლოგიის შესაბამისად ეს არის მეცნიერება მე თვითონ ამაში სხვებს ვკითხავდი ლექციებს წლების განმავლობაში უნდა გითხრათ რომ თქვენ ალბათ გახსოვთ სპეციალურად განზრახ გამოვიკითხეთ 28517 კაცი ეს ძალიან მასშტაბური კვლევაა კვალიფიციური კვლევა ჩავატარეთ და დავამდგინეთ რომ არც ერთი ადამიანი გამოკითხულთა შორის, არც მისი ოჯახის წევრი, არც მისი ნათესავი, არც ნაცნობი, არასოდეს არ გამოუკითხავს არც აირაის და არც NDI-ის, დავადგინეთ, რომ არავის არასოდეს არ სმენია ასეთი გამოკითხვის შესახებ და მეტიც 26%-მა საერთოდ არ იცის ვინა NDI და აირაი. ბატონო დავით, მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა ამ კვლევაში, წელს ვიპოვე ასე. თუ შეიძლება მომეცეთ საშუალება, რომ მე ვთქვა ისე თქმა წმინდა. გაძლევთ საშუალებას. გარდა ამისა 67%-მა თქვა, რომ ის არ ენდობა არც აირაის, არც NDI-ს და მხოლოდ 3% ენდობოდა მათ. ეს კვლევა, კვალიფიციური დოკუმენტი, ჩვენ დაუგზავნეთ ყველა სენატორს, ყველა კონგრესმენს, ყველა ევროპარლამენტარს და რაც თავარია აირაის და NDI-ის ოფისების ყველა თანამშრომლ სოფლიოში. აი, ავსტრალიის NDI-ის თანამშრომლებმაც მიიღო ეს დოკუმენტი. და რა უმერე ამის მერე საქართველოს ჩამოვიდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეხვდა ჩვენი პარტიის წევრებს და პირველივე წინადადება რაც თქვენს იყო რომ რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ ხარდაჭერა მეორე წინადადება იყო რომ აღარ გვინდა ამის გაღვევება და მესამე იყო რომ ჩვენ აღარ ჩავატარებთ კვლევებს და ექსიტ პოლებს რაც რა თქმა უნდა ტყუილი აღმოჩნდა მორიგი კვლევა ჩატარდა ასე რომ რაიმე ეჭვი ყოფილიყო ამას ვინმე გააპროტესტებდა ახლა რაც შეეხება დღევანდელ კვლევებს დღევანდელ კვლევაში წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ადრე როცა გადავლახეთ ბარიერი და გავხდით კვალიფიციური პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობას ჩვენ ავიღეთ 12%. ყველას გონია რომ 5 ავიღეთ, არადა ჩვენ ავიღეთ 12, მაგრამ ნახევარზე მეტ ოლქებში არ მონაწილეობდით და როცა ეს ციფრი გაიყო ნახევარზე გამოვიდა 5. ეს არ იცოდა NDI, არც აირაი. ეს რომ წარუდგინეთ ეს მონაცემები და ვთქვით რომ ამდენი წლის განმავლობაში კიდე აქტივობა ქონდა და 3% ვერანაირად ვერ გვექნება ეს მათ დაიმახსოვრეს დღევანდელ კვლევაში სხვათა შორის ბატონი მერაბი ამბობდა მესამე ადგილზე ისინი არ არიან ამ კვლევაში ჩვენ ვართ
კარგად უნდა წავიკითხოთ, მაგრამ ეს კვლევა ძალიან ბუნდოვნათაა მოცემული. 7%-ია ის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ხმა მოგცეს. კარგად ნახეთ ის კვლევა და 8% სურს რომ ჩვენ ხმა მოგცეს, მაგრამ ბოლომდე არ გადაუწყვეტი. ანუ ფაქტიურად უზარმაზარი გარღვევა გვაქვს. 15% მოგვანიჭა ჩვენ ARM თუ NDIM მაპატი. იგივე მონაცემები ბურჭულაძეს პარტიას აქვს 6+6. ანუ 6% სურს დღესვე მისცეს ხმა და 6 ფიქრობს. ნუ საბოლოო ჯამში ალბათ მაინც არჩევნებზე გამოჩნდება ეს კი, ერთი წუთით მინდა რომ რაღაც თქვა. ზუსტად იმის გამო რომ ქალბატონმა დირექტორმა NDI-ს იცის რომ ჩვენც ვერ ვყვევით ამ საქმეებში, ამჯერად პირველად სხვათა შორის ამ წლებში ის ამბობს რომ თვითონაც არაა დარწმუნებული რომ ისი კვლევა ნამდვილია, იმიტომ რომ იმდენჯერ გაყალბდა და იმდენი ტყუილი იყო. არა, ეს ასე არ უთქვამს ბატონო დავით, მან თქვა უბრალოდ რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმდენია, რომ ეს ვერ გამოდგება პარტიებისთვის სახელმწიფოებად. არ არის ერთი და იგივე. ეს ერთი და იგივეა, სრულიად გამორიცხულია რომ კვლევაში 52%-ს არ კონდეს გადაწყვეტილი ვის აძლევს ხმას. ეხლა შემიძლია გრაფიკებით დაგეხადოთ რატო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე გეუბნებით, ვინც ასაკის სპეციალისტია იცის. ეს არის გამორიცხული, რომ ამ ხელა პროცენტმა არ იცოდეს ვის უნდა მისცეს ხმა. ბატონო დათო, სხვა სუბიექტების ასევე გისმენთ, აბა იქნებ მოკლედ მითხრათ, იმიტომ რომ თქვენ შემოგიერთნენ სხვა სუბიექტები, ხომ? ამან თქვენი აზრით გააძლიერა თქვენი ალიანსი თუ პირიქით შეიძლება თქვენი ამომრჩეველი დააბნია კიდეც. თქვენი აზრით როგორ არის? სხვა სუბიექტები შემოერთება ჩვეულებრივი არითმეტიკაა. ამან მინიმუმ 5%-ით მაინც მოგვიმატა ჩვენ მოგვიმატებს საარჩევნო პერიოდში. მეტით არა, მაგრამ 5%-საც აქვს მნიშვნელობა არჩევნებში. მაგრამ ის რომ ჩვენ 3-დან გავხდეთ 7+8 ანუ 15, ეს გამორიცხულია. ეს იმიტომ ხდება, რომ არ მოხდეს ახალი პროტესტები. ტყუილია ეს ყველაფერი, ამას გეუბნებით. ასევე ტყუილია, რომ რომელიმე პარტიას ერთ თვეში, ახლა ბურჭულაძის პარტიაზე ვსაუბრობ, მე მას ვიცნობ, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ პარტიის, მაგრამ გეუბნებით, რომ ინფორმაციის გავრცელების იმ პირობებში, რაც საქართველოშია, შეუძლებელია რომ ერთ თვის განმავლობაში ან ორი თვის ხალხმა გაიგოს, რომ ესეთი პარტია არსებობს. ნახევარ მოსახლეობამ არ იცის, რომ ეს პარტია არსებობს და ამიტომ შედეგი 6+6 შეუძლებელია. ეს ჩვეულებრივი მეცნიერებაა, შეუძლებელია. და როდესაც გაიგებენ, შეიძლება ეს პირიქით მათ სასარგებლოდაც იყოს, ხომ? ანუ კამპანიას სწორედ ამას ამბობენ ისინი, რომ კამპანია არ დაწყებულა ოჯერად. არა, შეიძლება იყოს სასარგებლოდ, შეიძლება იყოს უარყოფითად, მაგრამ მე გეუბნებით, რომ შეუძლებელია შექმნათ პარტია ერთ თვეში და მას ჰქონდეს ბარიერის გადალახვის რეიტინგი. ეს გამორიცხულია. ბატონო დათო, დღეს სტატისტიკა და მეცნიერება. დღეს ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეთ მომღერალი ზურაბ ხაჩიძე, ხომ? თქვენი პარტიიდან. ეს არ ფიქრობთ, რომ უფრო ისეთი რაღაცა, ეს ხომ არ იყო რაღაც პოპულისტური ნაბიჯი და ეს მომღერლების, სპორტსმენების ადგილი თქვენი აზრით არის ისევ პოლიტიკაში? მე არ ფიქრობ, რომ ეს პოპულისტური ნაბიჯია. ზურაბ ხაიძეს არ გამოუტოვებია 10 წლის განმავლობაში არც ერთი მიტინგი, ჩემ გვერდზე იდგა. ზურაბ ხაჩიძეს ბოდიში. ზურაბ ხაჩიძე იდგა ჩემ გვერდზე 10 წელი მიტინგებზე. მე ვერ ვიხსენებ მიტინგს, საერთოდ არ იყო. კარგი. ამიტომ ჩვენ არ აგვირჩევია, იმიტომ რომ ის მომღერალია. ჩვენ ვიცნობთ მას მრავალი წელიწადია, სხვათა შორის 2008 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუ არ ვცდები ისევ ბორჯომში. და მაშინაც მიტინგებზე იყო. კარგი, ბატონო დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავით არხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, იყო ჩვენი სტუმარი. გია ნოდია, პოლიტოლოგი, არის ასევე ჩვენი სტუმარი. ბატონო გია, საღამო მშვიდობისა. მადლობა სტუმრობისთვის. 57%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, 21% არასდროს მისცემს ხმას ნაციონალურ მოძრაობას, 19% კი ქართულ ოცნებას. NDI-ის დირექტორი ამბობს, რომ აი ამ გადაუწყვეტელთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო მომავალი, ასე ვთქვათ, არჩევნების შედეგები არის ძალიან ბუნდოვანი და არ გამოდგება იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, პარტიებს არ გამოადგებათ მოკლედ. მაშინ თქვენი აზრით, რა სარგებელია, ასე ვთქვათ, ამ კვლევისგან და პლუს თქვენ რა ტენდენცია დაინახეთ მასში? რა საინტერესო ტენდენცია გამოჩნდა თქვენთვის?
თავისთავად როცა ასე ბევრია გადაუწყვეტელი ეს შემაშფოთებელია არა იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს პროგნოზის გაკეთება ეს ნაკლები პრობლემაა ეს ნიშნავს იმას რომ ამორჩეველი არის ერთგვარად დაბნეული რომის არენდობა ზოგადად პოლიტიკურ კლასს უნდა დავაზუსტოთ სხვა შორის რომ 57% არ არის გადაუწყვეტელია მე მგონი 44 თუ რაღაცა 13 ამბობს რომ არ გეუბნებით ვის მივცემ ხმას მაგრამ ანუ ისი აზრით არ ვიცით ხომ აპატიეთ ხო აზრი არ ვიცით არასდროს მაგრამ 43-ს მაგრამ ჩვენ 57-ის არ ვიცით ნებისმიერ შემთხვევაში ვინ რას იზამს ასე რომ საბჭოეთ ვეთანხმები NDI-ის დირექტორს რომ რა თქმა უნდა ამის მიხედვით პროგნოზის გაკეთება არის ძალიან რთული მაინც ალბათ ვიტყვით რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა იქნებიან ძირითადი ასე ვთქვათ მოწინააღმდეგეები და მაინც გარკვეული პოლარიზაცია იქნება თავისთავად ის რომ ის ყველაზე ნეგატიური რეიტინგი ყველაზე მეტი მათ აქვთ ეს შეიძლება იმგვარადაც დავიკითხოთ რომ ბევრი მისცემს ხმას ამ პარტიის წინააღმდეგ ანუ და ყველაზე უფრო ასე ვთქვათ კაფიო მოწინააღმდეგე ნაციონალური მოძრაობის არის ქართული ოცნება და ქართული ოცნებისა ნაციონალური მოძრაობა ასე რომ მაინც ალბათ შეგვიძლია მაინც ეს ვიტინასთან მეტყოთ რომ ეს ორი პარტია იქნება ძირითადი ოპონენტი რაც შეეხება სიახლეს წინა კვლევასთან შედარებით ერთია სიახლე არ არის მაგრამ თავისთავად რომ არ შემცირებულა გადაუწყვეტელი ამორჩევლის რაოდენობა ეს შეიძლება ლოგიკურად გასაკვირი იყოს თუმცა მე ნამდვილად ვენდობი რომ ეს ასეა მაგრამ თუმცა პარტიები აქცენტს აკეთებენ იმაზე რომ ჯერ კამპანია არ დაგვიწყია ამ დროს ძალიან ცოტა დროა ესეც იყოს კი ბატონო მაინც ჯერ ცხადია რომ საბოლოო ჯამში ვინც მივარჩევნებზე გადაწყვეტილი ექნება იმ დღისთვის ასე რომ ალბათ ყოველგვარი კამპანიას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამის თქმა შეიძლება კიდევ ერთი პოზიტიური ქართული ოცნებისთვის პოზიტიური ტენდენცია არის რომ პირველად ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ეცემოდა ხან ნელ-ნელა ხან უფრო სწრაფად ქართული ოცნების რეიტინგი ახლა ცოტა ამაღლდა ახლა ძალიან დიდად არა ასე რომ მაინც და მაინც ეს ვთქვათ აღსაფრთხოვანებლად არა აქვს საქმე ქართულ ოცნებას მაგრამ რამდენადმე ამაღლდა ეს რო ავხსნათ ამ მაინც და მაინც ამ თვეებში რა მოხდა არ ვიცი ნამდვილად არა მაქვს ახსნა მაგრამ იმდენად ამაღლდა ყოველ შემთხვევაში რომ პირველად ნახე თქვენს გადაცემაში რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი რაღაცნაირად ენდობოდან ეს NDI-ის კვლევას და კიდევ 2 დღის წინ გიორგი კვირიკაშვილი წინასწარ ამბობდა ალბათ არ იცოდა ამ რეიტინგის შედეგები რომ არ ვენდობითო და ეს იყო პარტიული ხაზი ასე ვთქვათ კაცრი რომ არ უნდა ვენდოთ NDI-ის კვლევას როგორც კი ოდნავ გაუმჯობეს და მათი რეიტინგი უკვე სერიოზულად დაიწყეს ამ NDI-ის რეიტინგების გაკეთება. ბატონო გია, სოციალურ ქსელში თქვენ დღეს დაწერეთ, რომ გადაუწყვეტელი ეს, მოკლედ ეს 57% ახალი მესიის მოლოდინშიაო. მესია კი აღარ მოვა და არჩევანი უნდა გაკეთდეს იმ არასრულყოფილ ეს თქვენი ციტატა. არასრულყოფილ პარტიებს შორის, რომლებიც ამ წუთში არსებობს და რომლებზეც უკეთესად ეს საზოგადოება არ იმსახურებსო. თქვენი აზრით ბურჭულაძემ ვერ შეასრულა ეს მისია, ანუ ეს როლი ვერ შეასრულა, იმიტომ რომ მასეც იყო ლაპარაკი, რომ თითქოს ის რაღაც მესიასავით გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ბურჭულაძე, მე მგონი არ არის, ასე ვთქვათ, სამესიო მასალა, არ ვიცი თოთა სასაცილო ჟღერს. ბურჭულაძე უბრალოდ თამაშობს, აი ამ ეგრეთ წოდებული შვაშისტი ამორჩევლების მოზიდვაზე, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს და როგორც ჩანს, წარმატებით ითამაშა და რაღაც თავიდანვე მიიღო რაღაც ხარდაჭერა და შეიძლება ეს არ ვიცი გაიზრდება თუ არ გაიზრდება მართლაც კამპანიაზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული ასეთ ვითარებაში მაგრამ თავისთავად გასაკვირი ეს არ არის ახლა თქვენმა წინმა სტუმარმა თქვა რომ ეს შეუძლებელია და ასე შემდეგ უნდა გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა პოლიტიკაში მანაც საკმაოდ მალე ისიც საკმაოდ მალე გახდა ყველასათვის ცნობილი. ახლა პაატა ბურჭულაძეს სახელი ყოველშვაში დიდი ხანია ცნობილი ადამიანებისთვის და ბუნებრივია რომ მას მხარი დაუჭირონ, მაგრამ ამას ვიტყვი რომ მაინც ერთ-ერთი პრობლემა ამ გადაუწყვეტელი ამორჩევლის არის ის რომ მათ ერთგვარად გაზვიადებული მოლოდინი აქვს პოლიტიკოსებისგან. რაღაც პოლიტიკოსები უნდა იყვნენ რაღაც განსაკუთრებით რაღაც წმინდანები, უნდა იყვნენ რაღაც სუპერბძენები და
ასეთ პოლიტიკოსები უნდა გამოჩნდნენ საიდანღაც, მაგრამ რატომღაც არ ჩნდებიან და ნუ რატომღაც ზოგ შემთხვევაში ივანიშვილის შემთხვევაში დაუშვათ დაიჯერა ხალხმა, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება არც არავის არ ელოდებიან, უბრალოდ არ მოსწონთ არჩევანი. შეიძლება არ მოსწონთ არჩევანი, გასაგებია ახლა ყველამ შეიძლება თქვას, რომ არ მოსწონს არჩევანი, მაგრამ ამ ქვეყანას ის ხალხია თან ამ პროცენტებს ჩვენ ვითვლით იმ ხალხისგან, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე მივალ. ანუ არსებობს კიდე ხალხი დაახლოებით 1/3, რომელიც საერთოდ არ მივა არჩევნებზე და ნუ ეს უფრო ლოგიკურია გარკვეულად, რომ თუ არავინ არ მომწონს არჩევნებზე არ მივალ, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად მივალ, ესე იგი ვიღაცას მივცემ ხმას, მაგრამ აი 3 თვით ადრე არ ვიცი ვის მივცემ ხმას. ეს ნიშნავს, რომ რაღაც ამ ნაწილსაც ამორჩევლების ვიმეორებ ისე მირჩევნია 53% თქვა, ვინც ამბობს, რომ გადაუწყვეტელი ვარო. ეს ნიშნავს, რომ რაღაცის მოლოდინი აქვს, რომ რაღაცა ამ პოლიტიკოსებმა უნდა გამოამჟღავნონ რაღაც თვისებები, რომელიც ჯერ არ გამოამჟღავნებიათ და ეს ცოტა არარეალისტურია. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, ზოგი ამბობს, რომ სინამდვილეში მათ გადაწყვეტილი აქვთ, მაგრამ არ ეუბნებიან, ვთქვათ, ნუ ის ანკეტიან ადამიანებს, ვინც მიდის სახლში, მათთან სახლში. ამის შემოწმება არც მე არ შემიძლია და არც იმათ. შეიძლება არც ადამიანებიც არიან. კი ბატონო, მაგრამ მგონია, რომ ჩემი პირადი ბოლოს წინადებას ვიტყვით, რაც მე ხალხს ველაპარაკები, ნუ ნამდვილად მჯერა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ის დაბნეული და ვერ გადაუწყვეტია. კარგი, ბატონო გია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გია ნოდია, პოლიტოლოგი იყო ჩვენი სტუმარი, გოგა ხაინდრავა, რეჟისორი არის ჩვენი სტუმარი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გოგა, თქვენ როგორც ქართული ოცნების ხარდამჭერი ხართ, ხომ? შემიძლია ასე დაგისვათ შეკითხვა? მოგმართოთ ასე. კი, ნუ როგორც ამ გუნდის შემატკივარი მხარდამჭერი, ამორჩეველი. სწორი განმარტება იქნება კონკრეტიკა. თქვენი აზრით, მაინც რა არის ის მთავარი შეცდომები, რის გამოც ოცნების რეიტინგი დღეს არის ისეთი, როგორიც არის. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის დრამატული რამ, მაგრამ აი რა იყო მათი მთავარი, ასე ვთქვათ, სუსტი ადგილები? თქვენი აზრით. მე შემიძლია ორი პირველი აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეს რეიტინგები, არასდროს არ კითხულობ, ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა, ეს არის ფარისევლობა, არაერთხელ დავრწმუნდა ქართული საზოგადოება, მე საერთოდ მიკვირს, რატო ხდება ესეთი სერიოზული გარჩევა ამ სიცრუის. ეს არის სიცრუე. ანუ პარტიები რო აკეთებენ გასაგებია, მაგრამ საზოგადოება რატო ფიქრობს უყველა და თქვენი კოლეგები და თქვენ რო ეს ყველაზე საინტერესოა ქართული საზოგადოებისთვის, მე მიკვირს, იმიტომ ნამდვილად არ არის ყველაზე საინტერესო, ბევრად უფრო საინტერესოა რა სამყაროში გვიწევს ცხოვრება, ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემის აზრით, რომ საქართველოს ამ შფოთვარე და ბორგავ რეგიონში არის ერთადერთი მშვიდი ქვეყანა. ნახეთ რა ხდება ჩვენ საზღვრებთან, თურქეთი, უკრაინა, საფრანგეთი. ამიტომ გეკითხებით, კვლევა ხომ არის ბატონო გოგა ინდიკატორია, რომ შემიძლია ხელისუფლებაში ვინ იქნება, ხელისუფლებაში და განსაზღვრავს სტაბილურობას. კვლევა არ არის, არანაირი კვლევა ეს არ არის, ესე იგი ეს არის მიზანმიმართული კამპანია წლების მანძილზე ლობისტების ნაციონალური მოძრაობის, თვითონ ნაციონალური მოძრაობის წევრების მონაწილეობით. ეხლა თუ ვინმე მეტყვის, რომ ის ჯგუფი, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, რამე კავშირი აქვს სიმართლესთან, ნუ მაშინ ამ თემაზე მელაპარაკს არ ვაპირებ, სხვა თემაზე გადავიდეთ, სპორტზე, კულტურაზე, იმედზე, ხო წარსულზე და აწმყოზე. იმიტომ ეს არ არის საინტერესო, ეს არის სიცრუე და კიდევ ერთხელ სიცრუე. ამ NDI-ის კვლევები მაგალითად მუბარაკს უწინასწარმეტყველებდა წარმატებას და ორ კვირაში ჩამოაგდეს და საერთოდ რა დღეს ჩავარდა 12 წელში კვლევის შედეგები და ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. მე ვფიქრობ, რომ კითხვა, რომელიც შენ დამისვი, რა არის მიზეზი, ვთქვათ, რა არის ნაკლი, მე შემიძლია გითხრათ, რა პრეტენზია აქვს ქართულ საზოგადოებას. ქართულ საზოგადოებას აქვს პრეტენზია, რომ ის ადამიანები, ვინც დასაჯელები იყვნენ, არ დაისაჯენ. ის აბსოლუტურად დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც არანაირი უფლება არ აქვს საერთოდ პოლიტიკურ ორგანიზაციად მოიხსენიებოდეს, იმიტომ რომ ტერორისტული ორგანიზაცია არის ნაციონალური მოძრაობა, დღესაც ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენს. და მეცაც გეტყვის, მისი სატელიტები უმაღლეს ხელისუფლებაში არიან, მაგალითად პაპუაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელია, ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებაში და ინსტიტუტში, როგორიც არის საკონსტიტუციო რა
რამ შეუშალა ხელი ოცნებას თქვენი აზრით? თქვენ ხომ ამ ადამიანებს იცნობთ კარგად, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლებს. თქვენ რას გეუბნებიან? რატო მე არაფერს არ მეუბნებიან, იმიტომ რომ მე ამ თემაზე მათთან არ საუბრობ, ეხლა არც არ მეუბნებიან და თქვენი განცდით რატო მოხდა? ერთი არის ის, რომ რა თქმა უნდა, ეს მთელი ბნელი ლობი, რომელიც ამუშავდა პირველივე დღიდან ნაციონალური მოძრაობის დასაცავად, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სახალხო პარტია ევროპის. მისი თავმჯდომარე ჩამოვიდა საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენა, მაგრამ მაგისთან ადამიანებისგან უბრალოდ ქართული საზოგადოება შეურაცხყოფას არ ღებულობს და განაცხადა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოუშვან. მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი. უგულავა არის პოლიტპატიმარი. ერთი არის ხაზინის ქურდი, მეორესი არის მწამებელი, სისტემის შემქმნელი, საწამებელი სისტემის, შეურაცხყოფელი სისტემის საერთოდ ერისთვის. მე ახლა ფილმს ვიღებ და ერთი ძირითადი მოტივი არის ის, რომ ამ ფილმს ვიღებ ქართულ საზოგადოებაზე და არა ნაციონალურ მოძრაობაზე და სააკაშვილზე, როგორც ეს ზოგიერთს გონია და მთავარი კითხვა ჩემი, რომელსაც ჩემ თავს უსვავ და ამ ფილმში სვავ არის ის, რომ როგორ დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ, რომ აი ეს სიბოროტე ყველაზე სამარცხვინო მოვლენა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ერში, საზოგადოებაში, ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ ამოღებული მასალები სამეგრელო სამალავებიდან რომ ამოვიდა, ამაზე დიდი სირცხვილი საზოგადოებას ვერაფერი ვერ დაემართება ხალხს. რა ამომრჩეველი ბატონო გოგო? ბატონო? ყავს ამ პარტიას თავისი ამომრჩეველი. მე ამაში ძალიან დიდი ეჭვმეპარება რომ ამომრჩეველი. და ამას ოცნებას ადასტურებს. რა? ოცნებას ადასტურებს. ამას ვნახავ, არ ვიცი ახლა მე ოცნება არა ვარ, ჩემო კარგო, არც არასდროს ვარ. არა, მე გეუბნებით უბრალოდ. მე ვარ ამომრჩეველი, რომელმაც ხალი დაუჭირა ოცნებას და ვფიქრობ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას და დღესაც ვფიქრობ, რომ რეალობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, მეტყველებს იმაზე, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკურ ძალად შეიძლება იყოს განხილული საზოგადოების მიერ და არა ტერორისტულ ორგანიზაციად, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა და რეალურად შესაძლებლობა გააჩნია და ამ 4 წლის განმავლობაში დაადასტურა ეს, რომ უნარები გააჩნია და არა მარტო უნარები, არამედ რესურსების გააჩნია და იმის შესაძლებლობაც, რომ ეს ქვეყანა ისეთ პირობებში იყოს, რა პირობებშიც არის, რითიც დავიწყე, რომ აი ამ ბობოქარ სამეზობლოში, სადაც საშინელებები ხდება, ჩემის აზრით, აბსოლუტურად ამ ხელისუფლებამ მოახერხა და აი ამ მღელვარე ზღვაში საქართველოს გაატარა ისე, რომ მღელვარება ჯერ არ შეწყვეტილა, მე მგონი, იწყება. კი, არ შეწყვეტილა. მე მინდა გითხრათ, ხათვერ დღეს ძალიან საინტერესო განცხადება წავიკით, საინტერესო რა ძალიან მძიმე განცხადება FBI-ის შეფის ამერიკის, რო თქვა, რომ დასაწყისიაო მხოლოდ უბედურების ევროპაშიო ტერორიზმი და ასე ვთქვათ ეს ჭირი, რომელიც აი ამ ანკლავებიდან მოედინება სირიის და ერაყის იქ, სადაც პრაქტიკულად დაანგრიეს ქვეყნები, დაანგრიეს, ასე ვთქვათ, იმ სოფხედელობის საპირისპიროდ, რა სოფხედელობას იმ ადამიანებს გააჩნდათ, იმიტომ რომ ეხლა ავღანეთში დემოკრატიაზე ლაპარაკი იგივეა, რაც არ ვიცი ეხლა. გოგო, ეს ისეთი ღრმა თემა, ამაზე თითქოს. ხო, ამას ვიძახი, ბატონო, მესმის, მაგრამ მე რას ვიძახი, იცი? ჩემთვის მაგალითად მინდა გითხრათ, ეხლა ეს პოლიტიკური, მე საერთოდ ვთვლი, რომ პოლიტიკური სპექტრი ძალიან მწირია და დარჩენილია გუშინ წილდილ დღეში, ისევე როგორც უდიდესი ნაწილი ქართული მედიის და ეკაჩება ქართულ საზოგადოებას წარსულში სამწუხაროდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ზუსტად ეს არის ჩემთვის, ეს არის აი იმის უნარი აღმოაჩნდა ამ პოლიტიკურ ძალას, რომ ეს ქვეყანა მშვიდობით ატაროს აი ამ ბობოქარ ზღვაში, ის რაც სამეზობლოში ხდება, მე ვფიქრობ ძალიან შემაშფოთებელია. ქართული მედია ახსენეთ და სადღაც ეკაჩებაო, მე არ მიმაჩნია ჩემ აზრს ვამბობ, მე ვთვლი რომ ქართული მედია თავისი განვითარებით მინიმუმ ზუსტად იმ საფეხურზეა, რაზეც სხვა ინსტიტუტები. ამიტომ დრამატულს ამაში ვერაფერს ვერ ხედა. ნუ ეხლა თუ გავითვალისწინებთ, არ შეიძლება მოთხოვა მედიას შეიძლება ერთი რამე ვთქვა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 80% მედიის განსაკუთრებით სატელევიზიო გადაცემების მუშტიკრივით თავდება და ცხვირპირის მტრევით და არა შენთან არ ვიძახი. ნუ ახო რო სიმშვიდეა ეს იმას არ ნიშნავს, იმიტომ ვთქვი რომ 80% დაახლოებით. გადახედეთ სხვა თავარი კრედო ქართული ток-შოუების ეს არის ცხვირპირის მტრევა.
ყველა დარწმუნებულია რატომღაც წამყვანები განსაკუთრებით რომ როდესაც ადამიანები ერთმანეთს არ აცლიან ლაპარაკს არის ლანძღვაგინება გაწიე გამოწია ჭიქების სროლა მერე თავდება ეს უყელაფერი ჯოხების ასე ვთქვათ თავზე გადამტრევით ეს არის ტრენდი და აი ეს მოწონს ქართულ საზოგადოებას და მე მინდა გითხრათ რომ ეს ქართულ მაყურებელს და ქართულ ხალხს არ მოწონს ნამდვილად. ნუ რეიტინგებში სხვაგვარად აისახება სამწუხაროდ რეიტინგები NDI-ს მოკითხეთ და ამიტომ არა ქართველი მცველები ვინც ითვლიან სატელევიზიო რეიტინგებს ხამაჩვენებელი და თქვენ რა გადაცემაშიც ეხლა ხართ ამ გადაცემას აქვს დაბალი რეიტინგი რომ იცოდეთ. იმიტომ რომ მალე არ იქნება. იმიტომ რომ ხვირპილს არ უმტრევენ ეს. მალე არ იქნება. ჯოხებს არ უყავენ და იმიტომ არის დაბალი რეიტინგი. კარგით, მოდი თქვენ ფილმზე თქვით რა ეტაპზეა თქვენ ფილმზე მუშაობა მე როგორც ვიცი სექტემბერში უნდა გავიდეს ხო? დიახ, დამამთავრებელ ეტაპზე 2/3 გადაღებულია და მზად არის ფილმის და ჰეროკრატია ქვია ეს არის 24 სერია. ჰეროკრატია, დიახ. ხო, 24 სერია. ასეთი რამ მითხრეს რომ თითქოს +18 ანუ ღამე გავა. +18 არის და გავა რამდენიმე არხზე მათ შორის იმედზეც? მე მაგას არ ვწავ, მე ვერ გეტყვით, ეს არ არის ასე ვთქვათ ჩემი საქმე, მე ვარ პროდუქტის შემქმნელი, პროდუქტის შემკვეთი არის GDS-ი, ეხლა ეს არის ბიზნესი, კინო წარმოება საერთოდ, ამიტომ როგორც გადაწყვიტავს, როგორც მე ვერ გეტყვით, ეს არ არის მე ამის ეს ჩემთვის, მე ამაში არ მონაწილეობ. ბატონო გოგა, ეს ფილმი ემთხვევა ანუ არჩევნების წინ გავა სწორედ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე და ხომ არ მოახდენს ის ქართული ოცნების სასარგებლო თმების მობილიზებას მაინც? რა შეგიძლიათ თავად ამ ფილმზე თქვა და მის შესაძლო გავლენაზე? მე გითხრათ, ვის სასარგებლოდ იმოქმედებს, არ ვიცი. ვის წინააღმდეგ იმოქმედებს, უпростоრედ რა რეალობას აჩვენებს ქართულ საზოგადოებას, ეს ნათელია ცალსახად. მე ამ ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, ის სამზარეულო, რომელსაც მე ვაჩვენებ, აი ამ ჩვენი ყოფა-ცხოვრების უკანასკნელი აწლეულის აბსოლუტურად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ის ადამიანი, ვისაც კიდე რაღაცა მერყეობა გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება და ის წყობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით, იყო ბოროტების ბუდე, იყო უკანონობის, გარყვნილების და ძალადობის, ასე ვთქვათ, სამარცხვინო მაგალითი ჩვენ ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო რომელიღაცა ჯგუფს, სექტას, ეს ეხება მთელ ჩვენ საზოგადოებას. ჩვენი მდუმარე, ჩვენი დუმილის პირობებში შეურაცხყოფდნენ ღირსებას, შეურაცხყოფდნენ ადამიანს, შეურაცხყოფდნენ საერთოდ ცხოვრებას. და ჩვენ ამას ვეგუებოდით 10 წლის განმავლობაში, მეცაც გეტყვით, ტაშს უკრავდით, აბსოლუტურად 12 აგვისტოს 2008 წლის გამარჯვებაზე იმობდით რუსთაველის გამზირზე და ამ შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ კარგად დაინახავს ქართული საზოგადოება, რას ნიშნავს ფარისევლობა, ტყვილი და საერთოდ ესეთი უკვდავი მოთხრობა არის პატარა ცახეს. და აი პატარა ცახეს დავინახავთ, ჩვენ უბრალოდ ჩვენ თავს დავინახავთ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში პატარა ცახესების ხელში ვიყავით და ამას ვხედავდით და ვეგუებოდით ამას. რა სიმბოლო გაქვთ მაისურზე? მაინტერესებს. ეს არის დაღი, ხაინდრავების დაღი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იდაღებოდა ხაინდრავების სპირტყვი. ეს არის ჩემი საგვარეულო ნიშანი. და იმ სტუდიას, რომელიც ჩვენ შევქმნით, ქვია ლეხაინდრავა პროდაქშენ, რომელიც აკეთებს ამ ფილმს. ანუ სექტემბერში ნამდვილად გავა ეს ტელევიზიით, რომელ ეთერებში ეს არის? მე ვფიქრობ, ხო, სექტემბერში გავა, ჩვენ ადრეც შეგვეძლო ამის გაშვება, უბრალოდ ივლისი და აგვისტო, ნუ სატელევიზიოდ ახლა შენ გეცოდინება პროფესიონალი ხარ, არ იწყება საერთოდ არანაირი პროექტი, ივნისში გვინდოდა, მაგრამ გავუშვებდით კიდეც და ეს მე იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი იყო ფეხბურთში და ახლა 11 საათზე უბრალოდ ვერ ვაკადრებდი მაყურებელს, რომ ისეთ მდგომარეობაში ჩამეყენებინა, რომ არჩევანი გაეკეთებინა ფეხბურთსა და კინოში. ბატონო გოგა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, გოგა ხაინდრავა. რეჟისორი იყო ჩვენი სტუმარი. ეს იყო გადაცემა პოლიტიკა. მე ჟურნალისტი თეონა გეგელია, გეშვიდობები.